გამარჯობა, მოგესალმებით YouTube არხზე დვალიშულთან და რასაკვირველია ჩვენს პლატფორმებზე და პირველ რიგში თავშივე აუცილებლად მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ხარ ჩვენი გამომწერები, თვალს გვადევნებთ ჩვენს არხზე, თვალს ადევნებთ ვიდეოებს, ექსკლუზიური ინტერვიუებს და ყველა იმ საინტერესო მასალას, რომელსაც ტვირთავთ და რასაკვირველია მადლობა იმისთვის, რომ ვიკომენტარებთ და შესაბამისად ინტერესდებით იმ ახალ-ახალი ვიდეოებით, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ და ვინც ახლა უბრალოდ გიყურებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და გამოვხდეთ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ძალიან საინტერესო ინფორმაციას და შესაბამისად რაც თავარია ექსკლუზიურ მასალას და ინტერვიუებს ნახავთ ჩვენს YouTube არხზე დვალიშულთან. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს, აუცილებლად მინდა გავამახვილოთ ყურადღება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მიერ ჩატარებულ ორ შეხვედრაზე, ბოლო ორ შეხვედრაზე, რომელიც ჯიქიჩის გასულმა გუნდმა გამართა დანიის ნაკრებთან სულ რამდენიმე დღის ინტერვალში და რატო გსურს გავამახვილოთ ყურადღება ამ დაპირისპირებებზე, იმიტომ რომ იყო რამდენიმე მიზეზი, რაზეც ალბათ აქცენტი უნდა გაგვეკეთებინა და შესაბამისად გულშემატკივრების მოლოდინიც იყო ამ მატჩების მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ითამაშა გიორგი შერმადინის გარეშე და ბუნებრივია საინტერესო იყო ლეგენდარული კალათბურთელის შემდეგ როგორ გაართმევდა თავს საქართველოს ნაკრების დაკისრებულ მოვალეობას. იყო კიდევ ერთი მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ უნდა გვეხილა მოედანზე მარკის რიდი, ეს გახლავთ ამერიკელი ნატურალიზირებული კალათბურთელი, რომელმაც მოირგო საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური და ჩაატარა პირველი ორი შეხვედრა, ბუნებრივია მასზე აუცილებლად ვისაუბრებ და გავაკეთებ აქცენტს და ასევე საინტერესო იყო დებიუტანტების გამოსვლა, ისეთი კალათბურთელების, როგორც იყო მერკვილაძე და როგორც არის ვილი ისიანი. ბუნებრივია მასზე შევაჩერებთ გარკვეულ წილად ჩვენს ყურადღებას, თუმცა მოდით დავიწყოთ მარკის რიდით, რომლის გამოჩენასაც მართლაც მოუთმენლად ველოდით თითოეული ჩვენგანი, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში თქვენ იცით, რომ კამარ ბოლბინს მუდმივად აწუხებს ტრავმები, პრაქტიკულად ვერ იყენებს საქართველოს ნაკრები და შესაბამისად დადგა აუცილებლობა იმისა, რომ მოგვეწვია ახალი ნატურალიზირებული კალათბურთელი და მოვიწვიეთ კაცი, რომელსაც ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს სპორტული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იგი საკმაოდ ძლიერ ლიგაში, თურქეთის ლიგაში ასპარეზობს ტრაბზონსპორის შემადგენლობაში და შესაბამისად წარმოიდგინეთ ისეთ ლიგაში, სადაც თამაშობს გალათასარაი, სადაც თამაშობს ფენერბახჩე, თამაშობენ ძალიან ძვირადღირებული კალათბურთელები და მათი ეროვნული ჩემპიონატის დონე ძალიან მაღლა არის აწეული, თამასა ძალიან მაღლაა. აი ამ ჩემპიონატში მარკის რიდი არაერთგზის გამختარა საუკეთესო მაჩვენებლების მქონე და ბუნებრივია, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გვეხილა იგი საქართველოს ნაკრების რიგებში და გვეხილა თუ რა შეეძლო მას. მოდით დავიწყოთ პირველი შეხვედრიდან. პირველ შეხვედრაში პირადად მე სიმართლე გითხრათ, გაცილებით უფრო მეც ველოდი მისგან, კალათბურთელისგან, რომელიც გახდა თურქეთის ჩემპიონატის MVP და მიმდინარე სეზონშიც იბრძვის ამ ტიტულისთვის და სწორედ აი აქედან გამომდინარე, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ნამდვილად მეც ველოდი მისგან, მიუხედავად იმისა, რომ მან პირველ შეხვედრაში დანიაში გამართულ მატჩში 18 ქულის მოგროვება შეძლო, თუმცა ჰქონდა ძალიან ბევრი შეცდომა. იყო ეპიზოდები რამდენჯერმე, როდესაც მან დაკარგა ბურთი და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ მეტოქის მიერ განხორციელებული შედეგიანი შეტევა. იყო ეპიზოდები, როდესაც გაუცურდა სროლები და იყო ეპიზოდები, როდესაც უბრალოდ დაუფარეს და არ მისცეს საშუალება თქვა შედეგიანი შეტევის განხორციელებით. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას და გაესვას ხაზი იმ გარემოებებს, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა მისი საქართველოს ნაკრების რიგებში და მიუხედავად მისი კვალიფიკაციისა და გამოცდილებისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მარკის ნამდვილად ეთყობოდა საქართველოს ნაკრებში სადებიუტო შეხვედრაში მღელვარება, როგორც ჩანს, ცოტას ნერვიულობდა, რასაც ვერ ვიტყვით უკვე მეორე
თბილისურ შეხვედრაზე, იმაზეც ვისაუბრებთ, რა საკვირველია და შესაბამისად ამ ნერვიულობამ გარკვეულ ეპიზოდებში იჩინა თავი, თუმცა მთლიანობაში, აი ამ ორი მატჩის ჯამში რაც ჩვენ ვიხილეთ, ძალიან წარადგა საქართველოს ნაკრებს და იმედია მარკიზი კიდევ უფრო გააუმჯობესებს შედეგებს და გაამართლებს იმ ავანსებს, რაც გაიცა მის მიმართ ქართველი გულშემატკივრებისგან, საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან და ორიოდე სიტყვით ისევ დანიური თამაშის შესახებ თორნიკე შენგელია, რასაკვირველია, ლეგენდარული კალათბურთელი ადამიანი, რომელიც მე ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს, რომ რომელიმე თამაში ჩაეტარებინოს ისე, სადაც ბოლომდე არ დახარჯული იყოს და ერთ თვალშისაცემი იყო დანიაში 24 ქულა იყო მის ანგარიშზე, თუმცა იქ იყო სხვა ეპიზოდები და მომენტები, სადაც თორნიკე შენგელიამ ისევე როგორც თითქმის ყველა შეხვედრაში უბრალოდ საკუთარ თავზე აიღო ნაკრების ლიდერობა, სათამაშო კუთხით, ემოციური კუთხით, ფსიქოლოგიური კუთხით და შესაბამისად ამან ძალიან განაპირობა ჩვენი გამარჯვება, რომელიც ვიზეიმეთ დანიაში და რატომ გაუსვი შენგელიას ფაქტორს ხაზი, ეს თავადაც კარგად მოგეხსენებათ და ბუნებრივია ამაში ახალს არაფერს ვამბობ, თუმცა იყო ეპიზოდები დანიელებთან გამართულ შეხვედრაში, როდესაც შესაძლებელი იყო მასპინძლებს შეეტანათ გარდატეხა და ამის საშუალება პირველ ყოვლისა განაპირობა, რომ არ მიეცათ ამის საშუალება პირველ ყოვლისა განაპირობა სწორედ თორნიკე შენგელიას თამაშმა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მერკვილაძე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელსაც ჰქონდა სადებიუტო შეხვედრა, გამოვიდა მოედანზე ყოველგვარი ნერვიულობის, მღელვარების გარეშე და თავი დაგვამახსოვრა ძალიან კარგი და სტაბილური თამაშით იმ ერთ შეხვედრაში, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენი სამქულიანიც ისროლა, ყველა მისი ნასროლი გამოდგა ზუსტი. ასე გააგრძელა თბილისურ შეხვედრაში, თუმცა მაინც მინდა რომ ხაზი გაუსვა პირველ შეხვედრას, გამომდინარე იქიდან, რომ მერკვილაძე ატარებდა პირველმა ეროვნული ნაკრების რიგებში და ამ დონეზე ჩატარებული პირველი შეხვედრა ნაკრების მაისურით, ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი და აპლოდისმენტების ღირსია და ვისურვებდი, რომ მერკვილაძე სწორედ ასე გაეგრძელებინოს თავისი საკალათბურთო კარიერა სანაკრებო და საკლუბო დონეზეც, რასაკვირველია, თუმცა ჩვენთვის აქ მნიშვნელოვანია ნაკრები, იმიტომ რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს აქვს ამბიცია იყოს საუკეთესოთა შორის და ვისურვებდი, რომ მერკვილაძე ზუსტად აი ასეთივე სიმშვიდით ვეხილოს უკვე მომდევნო შეხვედრებში. აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა ოჩხიკიძეს, ამ ბიჭმა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში საგრძნობლად მოუმატა ევრობასკეტის შემდეგ გაცილებით უფრო დამაჯერებელი იყო, გაცილებით უფრო კარგად გამოიყურებოდა. იყო ეპიზოდები, როდესაც საკუთარ თავზე იღებდა და შესაბამისად ცდილობდა თამაშის წაყვანას და მიყავდა კიდევაც გადასარევად, ეს და ართმევდა თავს ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში რატომ შევაჩერე თქვენი ყურადღება ოჩხიკიძესთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ ოჩხიკიძეს გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო განვითარებულს და კიდევ უფრო მზარდს ვიხილავთ, გამომდინარე იქიდან, რომ განმეორდები და ვიტყვი, რომ ევრობასკეტის შემდეგ მას ძალიან მომატებული. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა და ჩემთვის თვალსაცემი იყო მისი პროგრესი. გადმოვინაცვლოთ, მოვიგეთ ის შეხვედრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა გვაქვს სურვილი ვითამაშოთ მსოფლიო ჩემპიონატზე და პირველი ნაბიჯი ეს ჯგუფური ეტაპი იყო, რომელიც უნდა გადაგველახა 4 გუნდიან ჯგუფში 3 საუკეთესო გადიოდა მეორე ეტაპზე და შესაბამისად ჩვენ უკვე გავედით, მოვიპოვეთ მეორე ეტაპის საგზური, ახლა გვაქვს დარჩენილი 2 შეხვედრა უკრაინასთან და ესპანეთთან და აქ მხოლოდ საუბარია იმაზე, თუ რამდენი მოგებით გადავალთ უკვე მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც რასაკვირველია გაცილებით უფრო მძიმე ორთაბრძოლების მოლოდინში უნდა ვიყოთ. თუმცა ამაზე მოგვიანებით არა დღევანდელ ვიდეოში. ახლა კი დანიიდან გადმოვინაცვლოთ საქართველოში, სადაც რამდენიმე დღეში დანიური თამაშის შემდეგ გაიმართა
აქ უკვე შეხვედრა დანიელებთან და ბუნებრივია ამ წყვილში უკვე ნათელი იყო, რომ ფავორიტად უნდა მიგვეჩნია საქართველოს ნაკრები, თუნდაც წინა შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე და ისედაც გამომდინარე იქიდან, რომ დანიელებს ჰქონდათ საკადრო პრობლემები, უნდა ვთქვათ, რომ წინა წლებში მათთან ჩატარებული შეხვედრებისგან განსხვავებით აბსოლუტურად სახეცვლილი დანია ვიხილეთ და საბოლოო ჯამში აი სტატუსი ფავორიტის სტატუსი, რომელიც თამაშამდე მხოლოდ ფურცელზე იყო, თამაშის შემდეგ უკვე ნათლად დადასტურდა და შესაბამისად საქართველოს ნაკრებმა ასევე დამაჯერებელი ანგარიშით შეძლო გამარჯვების მოპოვება დანიის ნაკრებთან. აქ უკვე განსხვავებით წინა მატჩისგან მარკუს რიცხვენდა 29 ქულა და საუკეთესო მაჩვენებელი, თუმცა თორნიკე შენგელიამ ეს შეხვედრა დაასრულა ორმაგი დუბლი. ძალიან კარგი თამაში ვიხილეთ, ძალიან კარგი ბრძოლა ვიხილეთ. არ მინდა გამოვჩეს კახაბერ ჯინჭარაძის თამაში, რომელსაც ასევე მომატებული აქვს და შესაბამისად თბილისურ განსაკუთრებით თბილისურ შეხვედრაში მისი ძალიან ბევრი პოზიტიური მხარე ვიხილეთ და მთლიანობაში გუნდმა გვიჩვენა თამაში, რომელსაც ველოდი, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დანიასთან ორ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებამ ჩვენ არ უნდა მოგცეს იმის ფიქრის და ხმის საფუძველი, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს არის მაქსიმუმი, რაც გუნდმა აჩვენა. არავითარ შემთხვევაში ჩვენ წინ გაცილებით უფრო რთული დაპირისპირებები გველის, შესაბამისად საქართველოს ნაკრებმა უნდა მოუმატოს, მაქსიმალურად უნდა მოუმატოს და მაქსიმალურად კარგი შედეგი უნდა აჩვენოს. აქვე მინდა ჯიკიჩის ფაქტორს შევხედო, გულწრფელად ვიტყვი, მე არ ვარ ჯიკიჩის მოტრფიალე ჟურნალისტი და ამ შემთხვევაში მინებავთ როგორც გულშემატკივარი ისე ვამბობ და არ ვარ მხოლოდ და მხოლოდ გამომდინარე იქიდან, რომ ამასაც პირდაპირ ვიტყვი, არ მომწონს მისი ხისტი დამოკიდებულება კალათბურთელების მიმართ. მეცაც ვიტყვი, მე ძალიან ბევრ ეპიზოდში თვალში საცემი ჩემთვის ის, რომ უბრალოდ ჯიკიჩი გამოირჩევა იმ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, უფრო ზუსტად ვთქვათ, რომელიც ძალიან გამორჩეულია თავისი უხეშობით და უხეში დამოკიდებულებით ზოგადად სპორტსმენებთან, რაც ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ნამდვილად მიუღებელია და ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს დამოკიდებულება, მსგავსი დამოკიდებულება შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ თავარია იყოს შედეგი და ამ დამოკიდებულებას გაუძლევთ. შესაძლოა ბევრისთვის ეს მისაღები იყოს, თუმცა პირადად ჩემთვის ახლა ამ შემთხვევაში ჩემ აზრს რასაკვირველია თავზე არ გახვევთ, უბრალოდ ჩემთვის როგორც ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივრისთვის ნამდვილად მიუღებელია, იმიტომ რომ მე მქონია ჯიკიჩის დამოკიდებულება მინახავს უშუალოდ მოედანზე, ევროპის ჩემპიონატზე, შესაბამისად საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ შეხვედრებში და ეს ეკრანებზეც ჩანს და ამას არ ჭირდება თვალის შეიარაღება, ისედაც მშვენივრად დაინახავდით თითეული თქვენგანი. ნუ რაც არის, ეს არის ჯიკის ასეთი მიდგომა აქვს კალათბურთელებთან და შესაბამისად ამ რელსებზე ვართ ახლა და მივდივართ ნელ-ნელა წინ. მე პირადად საქართველოს ნაკრებისგან ველი გაცილებით უფრო ინტენსიურ თამაშს, გაცილებით უფრო შემტევ და ლამაზ თამაშს და რასაკვირველია პირველ რიგში ველი შედეგს და ტაბლოს, პოზიტიურ ტაბლოს, რომელიც თითოეულ ქართველ გულშემატკივარს ძალიან ჭირდება და ერთ სჭირდება მთლიანად, რომ ჩვენ კალათბურთში გქონდეს შედეგები და გქონდეს დასახული მაღალი მიზნები, გამომდინარე იქიდან, რომ ისევ და ისევ ევრობასკეტის შემდეგ ბევრი ამბობდა იმას, რა გვეშველება ახლა კალათბურთში, მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ვიცოდით, რომ შერმადინი მიდიოდა და ვიცოდით ისიც, რომ ნელ-ნელა უნდა დაწყებულიყო თავებათა ცვლა საქართველოს ნაკრებში, რა პროცესიც რეალურად მიდის. კარგია ის, რომ ჩვენ აი ამ ბოლო ორ შეხვედრაში სუსტ დანიის ნაკრებთან ჩავატარეთ შეხვედრები, გამომდინარე იქიდან, რომ ვიხილეთ მერკურაძის თამაში, ვიხილეთ ისიანი, ვიხილეთ ბიჭები, რომლებიც უფრო თავდაჯერებულები იყვნენ, ალბათ გაცილებით უფრო რთული თამაში იქნებოდა და მათი ხილვაც წარმოუდგენელი იქნებოდა აი ამ დოზით და ამ სიტუაციით. პირობითად ავიღეთ ესპანეთის
ნაკრებთან და კარგია რომ ჩვენ დავინახეთ ეს ბიჭების საქმეში, თუმცა არავითარ შემთხვევაში ჩვენ დანიის ნაკრები არ უნდა მივიჩნიოთ საზომად იმ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებს აქვს. მოკლედ, რეიტინგში ვართ მე-20 პოზიციაზე, ძალიან მაგარი გამოხმაურება ჰქონდა FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრებს და კონკრეტულად ჩვენს კაპიტანს თორნიკე შენგელიას, რომელიც უპირობო ლიდერია ჩვენი გუნდის, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იყო მარკის რიდი ჩატარებული აი ამ ორი შეხვედრის შემდეგ, როდესაც მან გამოაქვეყნა პოსტი და სხვათა შორის თამაშებამდეც მისი კომენტარი ჩვენ მქონდა და მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართველებმა მიიღეს იგი როგორც საკუთარ სახში და სხვაგვარად არ შეიძლებოდა. მარკის რიდი არ არის პირველი და უკანასკნელი ლეგიონერი და ნატურალიზირებული კალათბურთელი, რომელიც ქართველების სტუმართმოყვარეობაზე გაუსვავს ხაზს და ესეც რასაკვირველია მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როგორ მიიღებდა გუნდი, როგორ მიიღებდა გულშემატკივარი და სწორედ აქედან გამომდინარეობდა მარკიზის ის ნერვიულობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ დანიურ თამაში, რასაც ვერ ვიტყვით უკვე თბილისში ჩატარებულ შეხვედრაში. მოკლედ, ძალიან მაგარი ამბავია ის, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ორი შეხვედრა მოუგო დანიას, მოიპოვა მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური და შესაბამისად ახლა უკვე ვართ იმის მოლოდინში, თუ როგორ იასპარეზებს საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე. დრო არის, შესაბამისად პროცესი სამუშაო მიმდინარეობს, ახალი სახეები ვიხილეთ და უნებრივია თითოეული ჩვენგანი მეც თქვენთან ერთად მოუთმენლად ველი იმ უკვე მეორე ჯგუფური ეტაპის ტურნირის დაწყებას. დღეისათვის მე ვფიქრობ, სულ ეს იყო, აუცილებლად გინდოდა რომ ხაზი გაგვესვა დანიასთან გამართულ შეხვედრებზე, იმიტომ რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვონ გამარჯვება როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში და ბუნებრივია მოეწყინება ნურავის, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი ამასაც, რომ სპორტი არის ის ერთ-ერთი ის სფერო, რომელსაც წარმოუდგენელი ბედნიერება და სიხარული მოაქვს ქართველი გულშემატკივრისთვის და ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც არის ქართველიერი და ქართველ კალათბურთელებს ბევრჯერ მიუნიჭებიათ ეს სიხარული და ბედნიერება ქართველი კომანდისთვის და მე იმედი დაგემშვიდობებით, რომ კალათბურთელები ამ გზას განაგრძობენ და შესაბამისად კიდევ ბევრჯერ შეძლებენ ქართველი გულშემატკივრების გახარებას და გაბედნიერებას თავიანთი კარგი, შედეგიანი და ლაღი თამაშით. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, მადლობა იმისთვის რომ ხართ ჩვენი გამომწერები და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. კარგად გრძანდებოდეთ.